მოგესალმებით. მე დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც აშენებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და ახლანდელმა მფლობელმა ის მაქსიმალურად ავთენტურ მდგომარეობაში შეინარჩუნა. ფასადი არის ძველებური შუშაბანდური სტილის, გადახურვა კი კრამიტის. ამ კრამიტს განსაკუთრებული ისტორია აქვს, რადგან თავდაპირველად, როდესაც მფლობელმა ეს სახლი იყიდა, თითქმის აღარ იყო შემორჩენილი დაზიანების გარეშე და ზუსტად მსგავსი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მოიპოვა, მოიტანა და როგორც ხედავთ, ახლა არის ფანტასტიკური გადახურვა. ერთი შეხედვით ვიზუალურად სახლი გავს ერთსართულიანს, თუმცა სწორი დაგეგმარების ხარჯზე საერთოდ არ აღიქმება, რომ აქ არსებობს მეორე სართულიც. როგორც ხედავთ, შუშაბანდი არსებული რაც არის, ის მარცხენა მხარესაც გრძელდებოდა, სადაც ახლა ვიტრაჟი აკეთებს შენობის კუთხეს, თუმცა ეს იყო მოძველებული ნაწილი, დაზიანებული და ახლანდელმა მფლობელმა ის საკმაოდ კარგად გაანაწილა, აქ მოხდა სამზარეულოს განთავსება და შედარებით უფრო თანამედროვე ნაწილი შემოდის არქიტექტურაში. რაც შეეხება ეზოს, ის არის ჯამში 400 კვადრატული მეტრი, სადაც როგორც ხედავთ, არის ნარგავები, საკმაოდ პრაქტიკულად არის ეზო განაწილებული, არის ადგილი, სადაც კიდევ დამატებით შეგიძლიათ ხემცენარეების დარგვა. გალავანი ასევე არის ხის და აგურის კომბინაცია, რომელიც მას დამატებით სიმყუდროვეს სცენს და უფრო ესეთი ძველებური იერსახე აქვს. თქვენ ალბათ შეამჩნევდით, რომ სახლს არ აქვს ჟოლობები. ეს ასე არ არის, უბრალოდ ჟოლობები დამალული არის შენობის შიგნით და გაყვანილია ისე, რომ ვიზუალურად არ ჩანდეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დღეს თქვენი მასპინძელი ვიქნები მე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველი სართულის შუშაბანდში, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ავთენტური მდგომარეობით არის შენარჩუნებული, ასევე ეს წითელი აგურის კედელი, საყრდენი კედელი ერთ-ერთი, მათ შორის ფანჯრები, რომელიც არის ხის და შენარჩუნებულია ავთენტური მდგომარეობით. აქ უამრავი სახეობის მცენარეა ბინა სახლში და განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. მე მომწონს ეს ნაწილი ამ შუშაბანდის, სადაც შესაძლებელია უბრალოდ დილით დაჯდე, წიგნი წაიკითხო, ყავა მოიმზადო. ამ სახლში ძალიან ბევრი მოსასვენებელი სივრცეა იმისთვის, რომ ადამიანი შემოვიდეს და თავი საკმაოდ კომფორტულად იგრძნოს და რეალური ფუნქცია შეასრულოს, დაისვენოს. თავდაპირველად პირველ სართულზე განლაგებული იყო 3 ოთახი, თუმცა ახლანდელმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ამ სართულზე ამდენი ოთახი არ ჭირდებოდა და მთლიანი სივრცე, სადაც აი ამ ადგილზე იყო ოთახები განლაგებული, გაერთიანა. მისაღები ოთახი ჯამში არის 54 კვადრატული მეტრი, სადაც გაერთიანებული ასევე სასადილო სივრცე. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, საკმაოდ ტევადია. ასევე განათება აქვს საკმარისი, როგორც ხედავთ, გარდა იმისა, რომ შუშაბანდიდან ამხელა მზის ხივი შემოდის, დამატებით აქვს 2 დიდი ვიტრაჟული კარი, ასევე კიდევ დამატებით 1 კარი, რომელიც ეზოს უკანა მხარეს გადის. აქვე არის სველი წერტილები, აბაზანა. სამზარეულო მთლიანობაში არის 20 კვადრატული მეტრი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი თავსდება და სივრცე არის საკმაოდ კარგი იმისთვის, რომ ადამიანი თავისუფლად გადაადგილდეს და იმოძრაოს. რაც შეეხება თვითონ ამ მოწყობილობის ზედაპირს, ეს არის ხე. აქ ყველაფერი აბსოლუტურად ტექნიკა ჩაშენებული არის მაღალი ხარისხის. ბრენდებთან დაკავშირებით ინფორმაციას თუ გენდომებად პირადად მოგაწვდით, აქ არ ვამბობთ ვიდეოში, რომ ერთგვარი რეკლამა არ გამოგვივიდეს. ვიტრაჟის კარი იხსნება და უკავშირდება ეზოს. აქ მნიშვნელოვან დეტალებზეა ყურადღება გასამახვილებელი. თითოეული სახელური, რომელიც აქვს სამზარეულოს აღჭურვილობას, მათ შორის შუშაბანდში ფანჯრებს, კარებს, თითოეული მათგანი არის ლატუნის, სხვადასხვა ტერიტორიაზე მოპოვებული და ამ სახლში მოგროვებული. ერთი დღე არ გვეყოფა ვისაუბროთ რა დონეზე ნაფიქრი და გაკეთებულია ეს ყველაფერი. ხარისხი უმაღლესი, ესთეტიკა საოცარი, სიმყუდროვე ალბათ ხედავთ რა დონეზეც არის. არ ვიცი, როგორ შეიძლება აღწერო ის სიმშვიდე და ემოცია, რაც ამ სახლში შემოსვლისთანავე გეუფლება. აქ ფარული კარის მიღმა არის საკუჭნაო ოთახი, სადაც განთავსებულია სარიცხის მანქანა და ელექტროსისტემის ჩამრთველები. ახლა კი ავიდეთ მეორე სართულზე, ვნახოთ საძინებელი სივრცეები და ღია ტერასა. შენობის ეზოში და პირველ სართულზე მე გამოგზაურეთ მე-19 საუკუნის
ბოლო პერიოდში. თუმცა მეორე სართულზე აბსოლუტურად თანამედროვედ არის ინტერიერი მოწყობილი. სწორედ ეს უქმნის ამ სახლს განსაკუთრებულ ხიბლს, რადგან პრაქტიკულად დროში ვმოგზაურობთ. თქვენ აქ კარგად ხედავთ კადრში ამ კრამიც, რომელზეც მქონდა საუბარი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ამ სახლისთვის. ტერასაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება სანიაღვრე სისტემაზე, ტრაპი, რომელიც აქ არის ჩამონტაჟებული, აძლევს საშუალებას წყალს, რომ უსაფრთხოდ ჩაედინებოდეს. ეს ხის კონსტრუქცია უკეთებს იზოლირებას გვერდზე მდგომ სახლს, შესაბამისად აბსოლუტურად მყუდროდ არის შესაძლებელი ამ სივრცეში დაჯდომა და განტვირთვა. ტერიტორია არის დაბალი განაშენიანების, რაც თბილისისთვის და ქალაქის ცენტრისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. სახლი მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩასთან. მეტრომდე მანძილი არის 3 წუთი ავტომობილით, ხოლო ფეხით 5-7 წუთი. ეს არის ძირითადი საძინებელი ოთახი, რომელსაც საკუთარი საგარდერობე სივრცე აქვს და რომლიდანაც გავდივართ ტერასაზე. ოთახი არის არასტანდარტული, ღია წყობის, მას არ აქვს ინდივიდუალური კარი იზოლირებისთვის, თუმცა შენობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ფორმით ის გადავაკეთოთ. საკმაოდ მზიანი მხარე არის, სამხრეთის მხარე არის. შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე არის მზის სხივი. ვფიქრობ, ქალბატონების სამოთხე აქ იწყება. საგარდერობე სივრცე საკმაოდ ტევადია. აქ გვაქვს კიდევ ერთი ღირებულებითი ნაწილი. საკიდები, რასაც თქვენ აქ ხედავთ, არის სპილენძის. თითოეულ დეტალზე აქაც არის ნაზრუნი მაქსიმალურად. რაც შეეხება თვითონ სახლს, შენობას, პირველი სართული არის 103 კვადრატული მეტრი, მეორე ცოტა მეტი 110 კვადრატული. თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატო არის მხოლოდ 2 საძინებელი განთავსებული. არსებულ ფლობელს ასე უნდა და მან ზუსტად ისე გააკეთა, როგორც მისთვის იქნებოდა კომფორტული, თუმცა თქვენ შეგიძლიათ დამატებით კიდევ ერთი საძინებელი სივრცე გააჩინოთ, ასევე მოაწყოთ ძველი წერტილები, კომუნიკაციები, ყველაფერი შესაბამისად არის მოწყობილი და ადაპტირებულია იმისთვის, რომ განლაგება შეიცვალოს, ამიტომ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული. აქ არ გეგონოთ სამალავია, თუმცა დიდი სათავსო ნამდვილად არის მთელს გაყოლებაზე. არის თავისუფალი სივრცე, ასევე მოწესრიგებული, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთი შეინახოთ. თუ კი ოდესმე იდეალური სახლი მქონია წარმოდგენილი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის. ორიოდე სიტყვით მინდა გესაუბროთ ქუჩის უსაფრთხოებაზე და სამეზობლოზე. როგორც გავარკვიეთ, თურმე მეზობლებს ქუჩაზე სათვალთვალო კამერები დაუყენებიათ, რაც დამერწმუნებით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქუჩის ხმაური ამ ტერიტორიაზე არ შემოდის, სამეზობლო საკმაოდ კარგია, როგორც მეუბნებიან ყოველი შემთხვევისთვის, სიმყუდროვისთვის ამ სახლში მართლა ყველაფერია გათვალისწინებული, თქვენ კი მხოლოდ ერთადერთი რაღაც დაგრჩენიათ, აიღოთ ტელეფონი და დამირეკოთ.